შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10 სოციალურად შეჭირებულ ოჯახს, რომელთა შემოსავალი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი შემწეობაა, დღეს დეპუტატები სტუმრობდნენ. საახალწლო საჩუქრები მათ უმაღლესი საბჭოს წევრებისაგან მიიღეს. მათთან ერთად მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერიც, რომელიც ირწმუნება, რომ შეჭირებულ ოჯახებს მომავალი წლიდან სახელმწიფოსაგან მეტი ხელშეწყობა ექნებათ. სოფელ ფურტიოში მცხოვრები მახარაძეების 5 წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა. მატერიალურ პრობლემებთან ერთად მათ მდგომარეობას 6 წლის ბავშვის ავადმყოფობა კიდევ უფრო ამძიმებს. გვაქვს სოციალურად დახმარება ფულის, სხვა მთავრობიდან არაფერი არ გვაქვს. გვაქვს ახალი წელი მოგვილოცეთ, დახმარება მოგვიტანეთ, დიდი მადლობა საჩუქრისათვის და მერთმა ბევრი ახალი წელი მოგასწრათ ყველას. სოციალურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ნიგაზეულში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახიც. მყავს 4 შვილი, ასევე მყავს ავადმყოფი ქმარი. ვცხოვრობთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, გვეხმარებიან მეზობლები, ნათესავები, რის შედეგად ასე წვალებით გაგვაქვს თავი. დღეს მოვლოდნელად საახალწლო საჩუქარი აგვიკეთეს. შუახევის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ამ კატეგორიის ქალაქში გაცილებით მძიმედ გამოიყურებიან ოჯახები, ვინემ სოფლად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სოფელი დიდია და სოფელი თბილია, რომ აქ არის მინიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დანაზოგები და არა სახელმწიფო პროგრამითა და ბიუჯეტის თანხით ამ ოჯახებისათვის გარკვეული ყურადღება გამოგვეჩინა, ჩვენი მზრუნველობა გამოგვეჩინა და რამდენად მოვახერხეთ, რამდენად გავაკეთეთ. უკვე ჩვენ არავის ანგარიშს არ ვაბარებთ, ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართლები, რომ როდესაც ჩვენ საახალწლო სუფრასთან დავსხდებით 31 დეკემბერს გვინდა რომ ამ ოჯახებმაც განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნველობა იგრძნონ. სამომავლოდ შეჭირებულ ოჯახებს სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობა ექნებათ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. სახელმწიფო 10 მილიარდიანი ბიუჯეტის 1/3, სადღაც 3 მილიარდი არის გამოყოფილი ჯანდაცვის სისტემაზე და სოციალურ დახმარებაზე. და მე ამას ხარს ვუჭერ, ბიუჯეტს დაუჭირე მხარი და მიმაჩნია, რომ ქვეყანა ხელისუფლება მთავრობას სწორი პროექტით მიდის, იმიტომ რომ ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება, ოჯახი არის ნომერ პირველი. საახალწლო საჩუქარი აჭარის რეგიონის მასშტაბით მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცემა.